მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა შესაძლებლობისთვის. გუშინდელმა წვიმამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პრობლემა წვიმაში არ არის და მე თუ მკითხავთ არც სანიაღურეებში არ არის, ეს უფრო შორს მიდის და საბოლოო ჯამში მივდივართ სისტემურ პრობლემამდე. კახაკალაძე მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ ეს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია და უპირველეს ყოვლისა ის იმას უნდა იაზრებდეს, რომ ეს წლები სწორედ ის იყო თბილისის მერი, როგორც იცით, ის მესამე ვადით არის თბილისის არჩეული მერი და უპირველეს ყოვლისა ბუნებრივია, როცა წლების განმავლობაში დაზიანებულ საკითხებზე საუბრობს და თემებზე, ეს უპირველეს ყოვლისა არის მისი პასუხისგებლობა. რეალურად ეს სანიაღურეები გაწმენდილიც რომ იყოს, ხომ? და მოწესრიგებულიც რომ იყოს, ამ შემთხვევაშიც მაინც ვერ გაატარებდა იმ ნალექს, იმიტომ რომ აქ სისტემური მიდგომები არის. სისტემურ მიდგომებში არის შეცდომა უპირველეს ყოვლისა, ყველა ის ბუნებრივი ზედაპირი, რომელიც იწოვდა წყალს და წვიმის წყალი გარკვეული რაოდენობით ჩაედინებოდა მაგალითად მიწაში, ან ასფალტით არის უკვე დაფარული, ან ბეტონით. კი, ნამდვილად იყო უხვინალექი, აქ სპეკულაციებს ბუნებრივია არავინ არ აპირებს, ნამდვილად უხვინალექი მოვიდა თბილისში, მაგრამ ამ სიტყვას თუ გამოვიყენებთ უხს, ასევე უხვი მშენებლობები არის თბილისში და სამწუხაროდ მხოლოდ კორპუსების აშენება არის ზრდა, მაგრამ ამას არასწორმა ურბანულმა განვითარებამაც შეუწყო ხელი იმ ვითარებას, რაც დღეს დედაქალაქშია. თქვენ ამბობთ, რომ მშენებლობები მიდის, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა დედაქალაქს აღარ აქვს. ზუსტად ეს არის უმთავრესი პრობლემა, ძირითადი პრობლემა, იმიტომ რომ ჯერ ვიდრე კორპუსი აშენდება, უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, მომზადდეს ინფრასტრუქტურა ამ კორპუსების მომსახურებისთვის, მაგრამ ჩვენთან პირიქით ხდება, კახაკალაძის მმართველობის პირობებში ხდება პირიქით, ჯერ კორპუსები შენდება და მხოლოდ ამის შემდეგ იგეგმება ამ კორპუსების ინფრასტრუქტურული მომსახურება. სწორედ ამაში არის პრობლემა და იმიტომ არის, რომ ახლად რეაბილიტირებული არეალებიც იტბორება თბილისში, ეს იმის ბრალია, რომ ის სანიაღურე სისტემები, რომელიც არის, არ არის სწორად გაანგარიშებული, სწორად გათვლილი, გაცილებით დიდი უნდა იყოს და შესაძლოა ამანაც ვერ უშველოს, იქ გარკვეული რეზერვუარები უნდა იყოს, ახალი კოლექტორები უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა მოუგვარებელია. უკვე ისეთი შეცდომებია დაშვებული, რომ ამ შემთხვევაში ეს პრობლემა მუდმივად იქნება გამოუსწორებელი შეცდომებია დაშვებული 50,000-ზე მეტი 50,000-ზე მეტი სამშენებლო ნებართვა არის გაცემული. ფაქტობრივად მთელი თბილისი ან დაბეტონებულია, ან ასფალტის საფარით არის დაფარული. ბუნებრივი ზედაპირები, გრუნტიანი ზედაპირები აღარ არსებობს ქალაქში, რომელმაც ეს წყალი უნდა გაიწოვოს. ამ შემთხვევაში ვერანაირი გამოსავალი ვერ მოიძებნება. ერთადერთი გამოსავალი იქნება ალბათ ის, რომ ეს რეაბილიტირებული არეალები ისევ თავიდან რეაბილიტირდეს. ბუნებრივია, ამაზე პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო არ წავლენ, აქედან გამომდინარე ეს პრობლემა თბილისს ექნება. მე ძალიან რთულად მესახება, რომ ამ პრობლემიდან თბილისი გამოვიდეს. აი, რატომ არ კეთდება, ბატონო ნიკა, ეს ხომ უფრო ძვირი უჯდება ქალაქს, ვიდრე ერთად გაკეთებული, მოწესრიგებული თბილისის ქუჩები დაჯდებოდა, ხო? ეს არის ბიუჯეტის ეკონომია, ეს არის თავმოუბმელი სამუშაოები, ეს არის გამოცდილების პრობლემა თუ არაკვალიფიციურობის, თუ აი რა პრობლემასთან მივყავართ ამ ყველაფერს? ეს არის პოლიტიკის შედეგი, რომ ქალაქს უყურებენ მხოლოდ როგორც კორპუსების ჩადგმით, ფიქრობენ, ასე ვითარდება ქალაქი. მე თბილისის საკრებულოში არაერთხელ გამოვედი ამ სიტყვით, სადაც მოუწოდე ქალაქის მერს, რომ მოეწესრიგებინა ინფრასტრუქტურა და პასუხი მივიღე ასეთი, რომ შეერაგინდაო ეხლა, რომ თქვა ქალაქის განვითარება შევწყვიტო. თო ქალაქის განვითარებას თვლიან სამშენებლო ნებართვებს თუ გასცემენ, ეს მიაჩნიათ ქალაქის განვითარებად, მაგრამ რომ ამას ინფრასტრუქტურა აღარ მისდევს, როგორც თქვა, ამ ხრივ ვერ ვითარდებიან და შესაბამისად პრობლემაში არიან შესულები. თავარი მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი სამშენებლო ნებართვის გაცემა, აქედან, ვიცი, პოლიტიკური სარგებლის მიღება, კომერციული სარგებლის მიღება და არ ფიქრობენ სხვა თამდევ პროცესებზე, რომელიც ჭირდება ამ კორპუსების მომსახურება. შესაბამისად, ქალაქს უგროვდება ვალი, ეს ვალი არის საცობების სახით, ეს ვალი არის დატბორილი ქუჩების სახით, ეს ვალი არის დაზიანებული ავტომანქანების სახით, საცხოვრებელი სახლების სახით და ამის გადახდა უკვე შემდეგ უწევთ თბილისელებს. გუშინ ეხლა ნამდვილად
უნდა ითქვას, რომ გამგეობები თბილისის მერიის სამსახურები გამოვიდნენ და მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საპატრულო პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, გამგეობის წარმომადგენლები, სპეცტექნიკა, რომელიც ამაში ჩართულია მუდმივად და უკვე ყოველდღე. ამიტომაც ვიკითხე, რომ ეს უფრო მძვირი უჯდება ქალაქს და ქალაქის ბიუჯეტს და თბილისელებს. მაგნუდი ვარ, კი ბატონო, როგორც ადამიანური რესურსის მიმართულებით, ისე ფინანსური რესურსის მიმართულებით უფრო მეტი უჯდება ქალაქს. ამ ადამიანების საწინააღმდეგო ბუნებრივია იმ რიგითი თანამშრომლების საწინააღმდეგო, ვისი მოსაგვარებელიც ხდება, შემდეგ ეს სისტემური პრობლემები, რომელიც დაშვებულია მართველი გუნდის მიერ, ამ ადამიანების საწინააღმდეგო ვერაფერს ვერ ვიტყვით, ისინი საკუთარ საქმეს ასრულებენ კეთილსინდისიერად, მუშაობენ, მაგრამ როგორც ამათი შრომა არის არაეფექტური უკვე, ხო, ისე არის არაეფექტური და არარაციონალური თბილისის ბიუჯეტის ხარჯვა. თბილისის ბიუჯეტმა 2026 წელს მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს. ეხლა თბილისის ბიუჯეტი არის 2 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი, მაგრამ ასევე ისტორიულ მაქსიმუმზე არის დატბორილი ქუჩები, ისტორიულ მაქსიმუმზე არის საცობები, ისტორიულ მაქსიმუმზე არის ავარიული შენობები, ისტორიულ მაქსიმუმზე არის უსაფრთხოების ნორმების დარღვევები. არ და პირიქით უნდა იყოს, ხო, რომ იზრდება ბიუჯეტი, ბუნებრივია, უფრო ნაკლები პრობლემა უნდა კონდეს ქალაქს და მოგვარებული უნდა იყოს ბევრი პრობლემა, მაგრამ როგორც იზრდება ბიუჯეტი, ზუსტად ისე პროპორციულად იზრდება, ასე ვთქვათ, პრობლემებიც. ქალაქის ზრდა, აი ადამიანის სახით რო წარმოვიდგინოთ, მარტივი შედარება რო გავაკეთოთ, ადამიანი რო იზრდება, მას ხო ჭირდება განვითარება, ჭირდება განათლების მიღება, ჭირდება სპორტით დაკავება. რაც უფრო მეტ რთულ ამოცანას დაუსახავ ამ ადამიანს, თუ მას განათლებას არ აძლევ, ხო? ამ შემთხვევაში ის ამ ამოცანებს ვერ გადაჭრის. თუ უფრო დამძიმდება ის ტვირთი, რომელიც მან უნდა აწიოს სპორტული მომზადების გარეშე, ამ ტვირთს ვერ აწევს, ხო? ქალაქი იზრდება მხოლოდ კორპუსებით, მაგრამ არ იზრდება შინაარსით. იზრდება მხოლოდ ფორმა, იზრდება თბილისი რუკაზე, მაგრამ თბილისი არ იზრდება ინფრასტრუქტურულად. ამ ქალაქმა ერთხელ აი ამ პრობლემების გამო უკვე იხილა ძალიან მძიმე შედეგი, როდესაც 13 ივნის გულისხმობ, აი ამ ყველაფრის თავიდან არიდება, როგორ არის შესაძლებელი ბატონიკა, იმ შენობებს, რომლებიც უკვე აშენდა და კორპუსებს და რაღაცა ჯუნგლებს, რომელიც დედაქალაქშია, აღარაფერი ეშველებათ და ის უკვე არის. ახლა რა ტიპის გამოსწორების გზებია მერიის ხელში, თუ კი მას ამის სურვილი ექნება? ძალიან კარგი კითხვაა, მადლობა. აქ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ კახა კალაძემ ნაცვლად ლაივებისა, სამთავრობო სხდომებისა, კონფერენციებისა და პრეზენტაციებისა გაუსწორო სიმართლეს თვალი, აღიაროს, რომ დაშვებულია სისტემური პრობლემები, სისტემური შეცდომები და დაიწყოს უკვე რაციონალური, მართლა მიზნობრივი მუშაობა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. სანამ ის იქნება ამ როლში, რომ წვიმა ყველგან მოდის და მე შემიძლია დაგუგლო და განახო და სანამ ამ რეჟიმში იქნება, სანამ პრობლემის აღიარება არ მოხდება, შესაბამისად გამოსავალიც ვერ მოიძებნება და ამ სპირალში დავრჩებით. ყველა ხედავს უკვე, რომ ყოველი წვიმა თბილისისთვის არის კატასტროფა, იტბორება მთელი ქალაქი და ვიდრე კახა კალაძის პოზიცია იქნება პოლიტიკური, რომ ეს ყველგან ხდება და დღეს მოусმინე და ამაზე საუბრობდა, რომ ეხლაო ზოგი პოლიტიკური პარტია საზოგადოებრივი ჯგუფები თუ ჟურნალისტები ამას გამოიყენებენ პოლიტიკური სპეკულაციებისთვისო. უკვე ამ წინადადებაში არის პრობლემა. ეს პოლიტიკური სპეკულირება კი არ არის. ეს არის ანგარიშის მოთხოვნა თბილისის მერისთვის, მუნიციპალური ხელმძღვანელობისთვის, რომელიც როგორც თქვი, მესამე ვადით არის. თბილისის მერი და შეუძლებელია უკვე როდემდე უნდა ვისაუბროთ წინა ხელისუფლებაზე და იმის წინა ხელისუფლებაზე, ხო? 10 წელია უკვე თბილისის მერი ხარ, თითქმის, ხო? როგორ შეიძლება რომ სანიაღვრე სისტემა იყოს კიდევ პრობლემა თბილისში. მაგრამ ამას ვიძახი, გათვლები იყო არასწორი, ანგარიში იყო არასწორი, შესაძლოა გაკეთდა ის სანიაღვრეები, მაგრამ შეუძლებელია რომ იმ სანიაღვრეებმა გაატაროს იმ რაოდენობის წყალი, რომელიც არის. ასევე რო საუბრობენ უხნალექსზე, ძალიან მარტივია, ხო, მე მინდა რომ საზოგადოება ამაზე დაფიქრდეს. როცა კეთდება სანიაღვრეები, ის ბუნებრივია, უნდა იყოს გათვლილი მაქსიმუმზე. უნდა გათვლილი იყოს უხნალექსზე და არა ჩვეულებრივ წვიმაზე. აბა რატო კეთდება სანიაღვრე? იმისთვის კეთდება, რომ ის უხნალექი, რომელიც შესაძლოა მოვიდეს დედაქალაქში, იყოს გათვლილი მაქსიმუმზე, პიკზე, რომ უზრუნველყოს ამ წყლის გატარება. როგორ შეიძლება რომ ეს მიზეზი იყოს უხნალექი მოვიდა და ამიტომ რაღაცა ვერ გაატარა, ხო? იმიტომ კეთდება სანიაღვრეები და იმიტომ
იმიტომ იხარჯება. ამაში დიახ, მინდა რომ მოვასწრო გაატანოს. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ და დაგემშვიდობებით 23 ივლისიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყებაო დღეს კახი კალაძემ თქვა და ვიცით ჩვენ რომ თქვენი კოლეგის ქვიცლს ბექაოდიშარიას მეუღლის ლევან გოქსაძის ძეს ჩააბარეს რუსთაველის რეაბილიტაცია. ამ რამდენიმე თვიანი რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც რუსთაველზე იგეგმება, კიდევ დამატებით კოლაფსის მიზეზი გახდებაო და არსებობს მეორე პრობლემაც, რომელიც თავად გოქსაძეს უკავშირდებაო, ამბობენ კორუფციის მკვლევარები. თქვენ რა პრობლემას ხედავთ ამ პროცესში? პრობლემა მთელი თბილისისთვის მე მგონი ცხადზე ცხადია. ეს პროექტი ათრიეს თითქმის 2 წლის განმავლობაში 2023 წლიდან დაიწყეს. არაერთი განცხადება გაკეთა, რომ 2024-ში უნდა დაწყებულიყო 2025-ში და საბოლოოდ იმდენი მოახერხეს, რომ 2026 წლის ყველაზე პიკურ პერიოდში იწყებენ. ანუ სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში, როცა ყველაზე დიდი ტრაფიკი არის, ყველაზე დიდი მოძრაობა არის, დედაქალაქში სკოლა იწყება, უნივერსიტეტები იწყება და ხალხი ბრუნდება დედაქალაქში. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა, ანუ 2 წელი ეს ტენდერები ატარეს, არაერთხელ გამოაცხადეს, არაერთხელ ჩაუვარდა და საბოლოო ჯამში ყველაზე პიკური პერიოდი როცა იქნება, სწორედ იმ პერიოდში უნდა გაკეთდეს ეს და ბუნებრივია ეს გამოიწვევს ძალიან მნიშვნელოვან შეფერხებებს, უფრო მეტად დასაცობებას მთელი ქალაქის და საბოლოო ჯამში იმედი ვიქონიოთ, რომ დროში დასრულდება, ძალიან მოკლედ დავასრულებ, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური ინტერესიც ემთხვევა თბილისელების ინტერესებს და მე მართლა ვისურვებ გულწრფელად, რომ როგორც დაანონსებულია ნოემბერში ეს პროექტი დასრულდება. მადლობა ბატონო ნიკა. მადლობა ნიკა ჩერქეზიშვილს უსმენთ ჩვენ პირდაპირ ეთერში, ჩვენ ახლა რეკლამაზე